დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა. სხდომაზე მიიტანეს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომელიც ბაჩიაშვილისა და ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერს ეხება. დასკვნაში წერია, რომ აუდიო მასალა დამონტაჟებულია და ხმების ერთმანეთისგან გარჩევა შეუძლებელი. ბაჩიაშვილის თქმით, ჩანაწერის ავთენტურობას დამოუკიდებელი გერმანელი ექსპერტები შეაფასებენ, რადგან ის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს არ ენდობა. მისივე განმარტებით ოლიგარქს ამ ჩანაწერის მოსმენის შემდეგ თავდაპირველი ჩვენების შეცვლა მოუწია. რაც შეეხება ამ ჩანაწერის რეალური კვალიფიციური ბიუროს მიერ შეფასებას. ჩვენ გვაქვს გადაგზავნილი ეს ჩანაწერი გერმანიაში, იყო ჩამოსული გერმანელი სპეციალისტი, რომლებიც იკვლევენ ამ ჩანაწერს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე გვექნება პასუხი უკვე რეალური საექსპერტო ბიუროსგან და არა ივანიშვილის კანტორისგან. ბინარის ექსპერტი, ვინც აუდიო მტკიცებულების შესახებ მომზადებულ დასკვნას ხელი მოაწერა. საქმის პროკურორი ვინაობას არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ექსპერტს საქმის ფარგლებში დაკითხავენ. ჩანაწერი არ არის ავთენტური და მასზე ძალიან ბევრი მონტაჟის კვალი დგინდება. განმეორდები, რომ ეს დასტურდება და მსგავსი ზოგადად მსგავსი შეფასებები ეფუძნება არა კონკრეტულად ექსპერტის შეხედულებას, არამედ პროგრამულ უზრუნველყოფას. პროცესის შემდგომ მედიასთან კომენტარი გააკეთა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმაც. თეიმურაზ წიქვაძე ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნა მათი პოზიცია დაადასტურა. საქმეზე მომდევნო სხდომა 17 თებერვალს გაიმართება. თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს ბრალად ედება დიდი ოდენობით ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ბიტკოინის ღირებულება პროკურატურის მტკიცებით მითვისების მომენტში 2017 წელს 40 მილიონამდე ამერიკულ დოლარს შეადგენდა. ბრალდების თანახმად საქმეში დაზარალებული ბიძინა ივანიშვილია. გამოძიება ამტკიცებს, რომ ოლიგარქი გიორგი ბაჩიაშვილის ინვესტორი იყო. მათი მტკიცებით ბაჩიაშვილმა ქართულ ბანკიდან სესხად აღებული 5 მილიონი ლარის საფუძველზე ბიტკოინის მაინინგ ფერმის შექმნა შეძლო, თუმცა შემდგომ ივანიშვილს მოგება დაუმალა. პროკურატურის ვერსიას არ ეთანხმება თავად ბაჩიაშვილი. ის ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ინვესტორი არ იყო და მან ეს თანხა ქართულ ბანკიდან სესხად აიღო. მისივე თქმით, ქართულ სესხის თანხა პროცენტთან და მოგების 30%-თან ერთად მალევე დაუბრუნა. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი სასამართლო დავას მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს და ამბობს, რომ ისჯება, რადგან არ გაიზიარა ივანიშვილის ანტიდასავლური დღის წესრიგი. გასული წლის 6 ივლისს ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2,500,000 ლარიანი გირაო შეეფარდა და საქმის გამოძიების დასრულებამდე მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა.